მოგესალმებით ყველას. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა. მოიმოქმედებს თუ არა რამეს ჩაფიქრებული პიროვნება. ანუ რას უნდა ელოდოთ კონკრეტული ადამიანისგან. ესეთი გაშლა გავაკეთოთ. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოლო დღე უკვე აქციის, რომელიც ეხება პირად ურთიერთობებს და ეს აქციო შეთავაზება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხვალიდან იქნება ისევ სტანდარტული ფასი ჩემი მომსახურების. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ და ჩავნიშნოთ კონსულტაცია. ნახოთ, რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება. თასების ტუზი, არკანის სულელი, არკანი იმპერატორი ქალი, განდეგილი, შოვიანი კვერთხები, ხმლების მეფე, შოვიანი ხმლები, კვერთხების რაინდი და ჩამოკიდებული კაცი. არკანი ეშმაკიდასტის ბოლოს აგერ 4-იანი პენტაკლები, თასების დედოფალი. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს თქვენ არ ეთმობით ნამდვილად, იმიტომ რომ აქ ეშმაკის არკანი ამოდის და პირველი არკანი, რომელიც ამოვიღე, ასევე იყო თასების ტუზი. თუმცა აქ არის ცოტა გაურკვეველი სიტუაცია. ჩამოკიდებული კაცის ენერგიაში იმყოფება ეს პიროვნება და განდეგილის ერთდროულად, ასევე ხმლების მეფის. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ რაღაცა საკითხი, რომელიც მუდმივ თავის ტკივილად შეიძლება ითქვას, რომ აქვს ამ ადამიანს ქცეული, იწვევს მის დაბრკოლებას მოქმედებაში. ესეთი ენერგია აქ. მოდი ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან. ანუ ჯერჯერობით თითქოს მოქმედება მინდა, მაგრამ ვერ მოქმედებ, ესეთი ენერგია. და ეს საკითხი ძალიან აღელვებს, მუდმივად ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს. პენტაკლები, თქვენ მისი მეორე ნახევარი ხართ. ანუ ესე აიდენტიფიცირებს არკანი მაგი და არკანი სამყარო. სუმაღალი არკანებით საუბრობს, ძალიან საოცარია. რას მოიმოქმედებ მანახე? 5-იანი ხმლები, ისევ 5-იანი ხმლები განმეორდა, იძახის, რომ რაღაცა დაბრკოლება მაქვს. არკანი მთვარე, ეს დაბრკოლება მაღელვებს. კვერთხების მეფე, არკანი მზე. იცით რა არის? აქ არის ცოტა მოქმედებაში რომ მოიკოჭლებს ისეთი ადამიანი, მაგრამ სიტყვებით რო შეუძლია, აი მართლა ზეცაში აგიყვანოთ. მისი ძალიან ბევრი ფანტაზია გიკავშირდებათ თქვენ. ეს ფანტაზია ყველაფერს მოიცავს აბსოლუტურად რა. ოღონდ ეს არის ფანტაზია, ეს არის მთელი ან მოკლედ რა ვთქვა, გასაღები ამ ყველაფრის რა. რეალობა არის ის, რომ ეს ადამიანი თქვენ მიმართ გრძნობებს განიცდის, მაგრამ ფაქტების მიხედვით რომ წავიდეთ, ამ გრძნობების შესაბამისი ნაბიჯები აქ არ გვაქვს. ნაბიჯები რომ არ გვაქვს, ამაზე პასუხი გვაქვს მისი მხრიდან ის, რომ მე რაღაც მაბრკოლებს და ეს რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის და ეს საკითხი მუდმივად ჩემს ტვინშია,
როგორც აი რაღაცა სისხლის მწოველი და ენერგიის მწოველი თემა. აქვე აი შეიძლება გითხრათ, რომ მოგიტაცებთ, ანუ ოღონდ როგორ იცი, აქ არ არის აუცილებლად რაღაც ბავშვური, რაღაც თინეიჯერული ისინი იყოს, აი რო ოცნებ უფრო და ამ ოცნებას რო გასაქანს მიცემ და აი სიტყვასაც რო აღარ იმას იზავ მოზომავ მოკლედ და აი ოცნებებში რო ხარ გაჭრილი, აი ესეთი ენერგია, რას მოიმოქმედებ, რო ოცნებობ გავიგე, რას მოიმოქმედებ. ხმლების რაინდი. ხო გეუბნებით, აი მოგიტაცებ და ორი ცხენოსანი რაინდი ყავს აქ, აი ესეთი რომ ნუ სხვა თუ არაფერი არ გამომივიდა, ბოლო-ბოლო მოგიტაცებ. ჩემ ბავშვობაში იცოდნენ ხოლმე ესეთი ისე. 4-იანი ხმლები. ჯერ ელოდება ეს ადამიანი თასების რაინდი 2-იანი კვერთხები. მოქმედებას მე აქ სიმართლე გითხრა, აქტიურ მოქმედებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩემო კარგებო, თუმცა აქ ნამდვილად არის ორი სულის შეხვედრა. ეს არის ანუ წინა ცხოვრებიდან წამოსული გამოცდილება, მეხსიერება, როდესაც თქვენ ერთმანეთს იცნობდით, თქვენ ერთმანეთის პარტნიორები შეიძლება იყავით, ყოველ შემთხვევაში თქვენ გქონდათ ძალიან ან შეიძლება სხვა შორის წინა რეინკარნაციაში იყავით დედაშვილი. ამასაც არ გამოვრიცხავ. საინტერესოა. სულ მაღალი არკანებია შეყვარებულების სიკვდილი ფორტუნას ბორბალი. Yani ამ ეტაპზე ეს არის მისი მოქმედების გეგმა, რომ რაღაცა დონეზე სამყაროს დაუთმოს ასპარეზი, თავისუფლება და ეს მისი კონტროლის მოყვარული ხასიათი, რასაც ახლა აქ მე მიჩვენებს, იმიტომ რომ ხმლების მეფეთ დააიდენტიფიცირა პირველივე გაშლაში თავი, რატომღაც ახლა მიანდოს ბედს და იღბალს და თუ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად ვიქნებით, მაგრამ დააკვირდით ამ ფორტუნას ბორბალის არკანს, როგორი არკანია აქ. ქალსა და მამაკაც შორის აქ მაინც მანძილია. და ორივე უყურებს მთვარეს, ორივე უყურებს იღბალს, ორივე რაღაცა ამოუცნობის და იდუმალის აი იმაშია რაღაც მოლოდინში, რომ იქნებ რაღაცამ, ან ვიღაცამ ზებუნებრივმა გადაჭრას ის, რისი გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია. ესეთია მოკლედ ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და კიდევ ერთხელ განმეორდები და მეც აღარ მოგაწყენთ ამ საკითხით თავს, რომ დღეს არის აქცია, ვისაც გნებავთ, სააქციო პირობებით სარგებლობა აუცილებლად მომწერეთ. მე ნუ გამომწერთ, დიდი ბოდიშის მოხდით, იმიტომ რომ სტანდარტულ ფასს ვაბრუნებ მე შესაბამისად მომსახურებას. ასე და ამრიგად, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად და მადლობა რომ მიყურებთ, გისურვებთ ბედნიერ დღეს. დროებით.